სულ რამდენიმე წუთის წინ ალექსეი ნავალნის ცხედარი მიასვენეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან, სადაც გამოემშვიდობებიან ნავალნის მისი მომხრეები, მხარდამჭერები. შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებით მიტანეს ნავალნის ცხედარი ტაძარში, სადაც წუთი-წუთზე დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდი. სამგლოვიარო მანქანამ ცხედარი უკვე შეასვენა ტაძარში და ამ ცერემონიას ნავალნის მომხრეები შეხვდნენ შეძახილებით, სკანდირებენ ალექსეი ნავალნის ცხედარს და ამ ფორმით პუტინის მთავარ მტერს უკანასკნელ გზაზე ემშვიდობებიან. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში უპრეცედენტო მობილიზება, კადრები, რომელიც ახლა მოსკოვიდან ვრცელდება, აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ კილომეტრიანი რიგები დგას და უამრავი ადამიანი, ათობით ათასი ადამიანი მივიდა ალექსეი ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად. არის უპრეცედენტო მობილიზება, პოლიციის კორდონებით არიან ადამიანების შემოსაზღვრლები და ასევე კადრებში კარგად ჩანს, რომ კორპუსების სახურავებზე სნაიპერები არიან მობილიზებული იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის გადაცდომას ექნება ადგილი, არ არის გამორიცხული, რომ პუტინის რეჟიმმა ცეცხლიც კი გაუხსნას, ასე ვთქვათ, ნავალნის მომხრეებს. უამრავი ადამიანი მივიდა ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად. რამდენიმე საათის განმავლობაში მისი ცხედარი პროჟექტურაში ჰყავდათ და შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებით მიტანეს ცხედარი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება სამოქალაქო პანაშვიდი. იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი ადამიანი არის ახლა აქ მისული, არ არის გამორიცხული, ყველა მათგანმა ვერ მოახერხოს ტაძარში შესვლა და პანაშვიდზე დასწრება, თუმცა ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, ყველანაირი ფორმით შეეცდებიან, რომ პუტინის მთავარ მტერს ამ ფორმით მიაგონ პატივი. გარდა ამისა, გეტყვით, რომ მეტროებიც კი გადავსებულია და შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის ცენტრი და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ამ წუთებში ალექსეი ნავალნის ცხედარია დასვენებული, ასე ვთქვათ, გადაჭედილია და მოძრაობა სრულად არის პარალიზებული. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეჟიმმა გააფრთხილა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, რომ არასანქცირებულ შეკრებებს ისინი არ დაუშვებდნენ და ასე ვთქვათ, პასუხისგებაში მიეცებოდნენ ყველა ადამიანი, ვინც ამ შეკრებას დაესწრებოდა, ხალხს მაინც არ შეეშინდა და ათობით ათასი ადამიანი მაინც მივიდა ალექსეი ნავალნის გასაცილებლად უკანასკნელ გზაზე. ინტერვიუებს ავრცელებს სამოქალაქო პანაშვიდიდან ალექსეი ნავალნის არხი. აქ ადამიანები, ძალიან ბევრი ინტერვიუ ვრცელდება, სადაც ადამიანები საკუთარ ვინაობას არ ასაჯაროვებენ, იქიდან გამომდინარე, რომ მაინც არსებობს მათი მხრიდან საფრთხე და ეშინიათ იმისა, რომ მათი დევნა დაიწყება, თუმცა ადამიანები, რომლებიც იქ მივიდნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ არ ეშინიათ. ალექსეი ნავალნისაც არ ეშინოდა და მისი ბოლო სიტყვები, რაც მან რუს ხალხს დაუტოვა, იყო ის, რომ ებრძოლათ და არ შეშინებოდათ. შესაბამისად, ხალხმაც ამ ფორმით და სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრებით გამოხატეს მის მიმართ პატივისცემა და ასე ვთქვათ, გააცილებენ ალექსეი ნავალნის უკანასკნელ გზაზე. Я пришла, потому что для меня это единственное. მოვედი, რადგან ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად. მე ვამაყობ მისი სიმამაცით. შეიძლება შესვლა ვერ მოვახერხო, მაგრამ სულ მცირე ჩემი გულის ნაწილს დავტოვებ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს იყო პირველი ადამიანი ოპოზიციიდან, პუტინის მტერი, ამიტომ მკვდარი კაცისაც ეშინიათ. მინდა გავაცილო წამებული უკანასკნელ გზაზე. მეტი არაფრის თქმა შემიძლია. მოვედი, რადგან ნავალნის მხარს ვუჭერდი და პუტინმა ის მოკლა. ის იყო გმირი და მის ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ. რისი უნდა მეშინოდეს, რას მიზამენ, მაქსიმუმ ჩემს დისკრედიტაციას მოახდენენ. რუსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის ეს ამბავი დარჩება მეხსიერებაში, როგორც ბრძოლა თავისუფლებისთვის. არ მეშენია, ის ნამდვილი პატრიოტი იყო. მას არ ეშინოდა და ჩვენს გვეუბნებოდა, რომ არ უნდა შეგშინებოდა. ეს სანთელი, რომელიც ხელში გვიჭირავს, არის სიმბოლო მიწიერი ცხოვრებიდან ზეციურ ცხოვრებაში გარდასვლის. ცხოვრებაში არაფერი არ მთავრდება, ამიტომ არ გვინდა გარდაცვალებით ყველაფერი ჩაქრეს. მე ძალიან მინდა თითოეულმა ჩვენგანმა, რომლებსაც ეს სანთელი გვიჭირავს, ბოლომდე ვატაროთ ის ჩაუქრობლად.
Ну, как сказать, не побоялась. როგორ გითხრათ, როგორ არ მეშინია, რა თქმა უნდა ვშფოთავ, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ჩვენ დროში, მაგრამ ვთვლი რომ ეს ჩემი ვალია. ალექსეის ცხოვრებას ვუყურებდი ციხეში და მე ის მიყვარს როგორც ჩემი ვაჟიშვილი. უბრალოდ ძალიან მტკივა და ძალიან შემზარავია რომ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში ასე ექცევიან. ამიტომ არ შემეძლო არ მოვსულიყავი. იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. Просто ужасно. Больно и обидно, что... ალექსეი ნავალნის ცხედრის გამოსვენება ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მოსკოვის დროით ზუსტად 4 საათზე დაიწყება. ახლა მისი ცხედარი მარიინოს რაიონში აქ ყავთ დასვენებული და 4 საათზე უკვე დაიწყება ცერემონია. მას დაკრძალავენ ბორისოვოს სასაფლაოზე, სადაც დილიდან განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება. სასაფლაოზე ადმინისტრაციამ გაავრცელა ცოტა ხნის წინ განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ სასაფლაოს ტერიტორიაზე დღეს არავინ დაიშვება და დიდი ალბათობით ალექსეი ნავალნის ისე დაკრძალავენ, რომ იქ ადამიანებს მიახლოების შესაძლებლობას არ მისცემენ. 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება სამოქალაქო პანაშვიდი, როგორც უკვე გითხარით, მოსკოვის დროით და თბილისის დროით 5 საათზე კი ოფიციალურად უკვე პუტინის მთავარ მტერს ალექსეი ნავალნის და ნომერ 1 ოპოზიციონერს მოსკოვში დაკრძალავენ.